ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გარდა ამორჩეველთა აქტივობისა დღეს სწორედ იმ დარღვევებზე ისაუბრეს, რომელიც სამ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. ერთ-ერთი დარღვევა ბაღდათის რაიონში მოხდა, როდესაც საჯარო მოხელე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, პრობლემა შეიქმნა სამტრედიაშიც ერთ-ერთ უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით. ცესკოში აცხადებენ, რომ მოგვიანებით იმსჭერლებენ გაუქმდება თუ არა საარჩევნო აი ამ კონკრეტულ უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე მოიხმაურნენ ნაწილადებში ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას სამაგიდო სიების გახსნასთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ კანდიდატებს, რომ არ გააკეთონ არასამართლებრივი განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ სამაგიდო სიების გახსნის უფლებამოსილება მხოლოდ ზემდგომ ორგანოებს, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში შედის. ბაღდათის ნომერ 12 უბანზე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე უკანონოდ აკვირდებოდა არჩევნებს მომავლის არჩევანის დამკვირვებლის სტატუსით და მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სამტრედიის ნომერ 38 უბანზე, სადაც ხონის საკრებულოს წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნების დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა არჩევნებს. CSKOM უკვე მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და აღნიშნულ პიროვნებებს შეუწყვიტა დამკვირვებლის რეგისტრაცია. ასევე მოგახსენებთ, რომ ნაძალადევის 26 და 36 უბანზე გადასატანი ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, რაზეც დაიწერა საჩივარი. კომისია იმსჯელებს გადასატანი ყუთის შედეგების გაუქმება არ გაუქმების შესახებ. სამტრედიის 21 უბანზე დაფიქსირდა დარღვევა გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებით, ასევე საუბნო საარჩევნო კომისია მოგვიანებით იმსჯელებს ასევე ამ სიის და ზოგადად გადასატან ყუთთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს თუ არა შედეგები. რაც შეეხება ამორჩეულთა აქტივობას სამ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის საკუთარი უпроსტად 15 საათის მონაცემებით 50,000-მდე ამორჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, 35.5% ბაღდათში და შეიძლება ითქვას, რომ დილიდან სწორედ ყველაზე მაღალი აქტივობა ბაღდათის რაიონშია, 31% სამტრედია და ყველაზე ნაკლები აქტივობა ნაძალადევის რაიონში 18.7%. სულ რამდენიმე წუთში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შესაბამისად ეს მონაცემები შეიცვლება.